ფიქრობ, რომ ახლა მერაბმა ჯერ ბიჭები უნდა წაიყვანოს ჯაკუზიში. დაისვენოთ და შემდეგ ვნახოთ. იქნება რო ანცხა საჩემპიონო ბრძოლა. ყველაზე დიდი ბრძოლები რაც კიდევ ყოფილა. ყველა საჩემპიონო ბრძოლა და ყველა ლეგენდარული. შემდეგ ბრძოლობ კამარზე იანთან. მოგესალმებით ყველას ჩემ არხზე. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს რომ უყურებთ ეხმარებით ამ არხის განვითარებაში. ასევე თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი იქნება წლის ბოლომდე, ავიდეთ როგორმე 3000 გამომწერზე და კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ ამ ყველაფრისთვის. ახლა რაც შეეხება ვიდეოს, სამწუხაროდ მერაბ დვალიშვილი და მასლა პიოტრიანის წინააღმდეგ და დათმო ქამარი, რა თქმა უნდა ეს იყო ყველა ჩვენგანისთვის ძალიან სამწუხარო, ხოლო მიზეზებსაც შეეხება იმედია თვითონ გაანალიზებენ და მიხვდებიან რაც იყო, ხოლო ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ ვიდეოს ბოლოს ვისაუბრებ ამ თემაზე. მანამდე კი მოდი ვნახოთ ის ინტერვიუები, რაც მათ გააკეთეს ბრძოლის შემდეგ, ბრძოლის დასრულებისთანავე ოქტაგონში, მერაბ დვალიშვილის და პიოტრიანის ინტერვიუებს მოვუსმინოთ. ვეცადე სანახაობრივი და კარგი ბრძოლა მეჩვენებინა, მაგრამ წავაგე. ის დღეს უკეთესი იყო, მე მას ვულოცავ, მაგრამ რევანში მინდა რომ მალევე დავბრუნდე. დაწუნებული ვარ, სიამოვნებით ვნახავდი თქვენს განმეორებით ბრძოლას. ბევრი დაიკელი წონის დასაფიქსირებლად. რამდენად რთულია ამის გაკეთება, როდესაც ასე მალ-მალე გიწევს ეს. ჩემთვის ყოველთვის რთულია 135 ფუნტის ჩაბარება, რადგან ამას ჩემი ბურად ვაკეთებ. ამ საკითხში არ ვენდობი ას თანაგუნდელებს და ას დიეტოლოგებს. საბაბს არ ვეძებ, უბრალოდ ცადი გასართობი ბრძოლა მეჩვენებინა. მიხარია დენა ვაიტი ბედნიერი იყო. ასე რომ ეს არის ყველაფერი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მან მომიყვანა აქ UFC-ში. სანამ კომპანიისთვის საჭირო ვარ, ბედნიერი ვიქნები ამით, რადგან ეს არის ყველაფერი, რაც მე მინდა. ეს სპორტია და ვცდილობ ხალხი გავართო. არ მინდოდა რომ მეჭიდავა და ბრძოლა მოსაწყენი ყოფილიყო. დღეს მქონდა სურვილი რომ უბრალოდ მასთან დგომში მებრძოლა. მაგრამ დღეს ის ჩემზე უკეთესი იყო. ეს საოცარი ბრძოლა იყო მერაბ და თქვენ როგორც ყოველთვის აჩვენეთ ჩემპიონის გული. მოუთმნათ ველი თქვენს დაბრუნებას. გმადლობთ საოცარი შესრულებისთვის. მადლობა ყველას ვინც აქ მოვიდა. ძალიან მიყვარხართ. ეს არის ის, რასაც ვაკეთებ და UFC-ს საუკეთესოა, MMA-ს საუკეთესოა. კიდევ ერთხელ მადლობა UFC-ს და მადლობა ყველა ადამიანს მთელ მსოფლიოში, ვინც გვიყურებს. ჩვენ მებრძოლები ვართ, ბევრს მუშაობ, რომ კარგი ბრძოლა გაჩვენოთ. იმედი მაქვს, რომ ყველამ იციან ამაღა. მე ჯერ არ დამემთავრებია, კიდევ უმჯობესდები და კიდევ ვსწავლობ ყველაფერს. წინ მივდივართ, მიყვარხართ. პიოტრ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა, რაც კიდევ მე მინახავს. თქვენ მერაბს ტემპში აჯობებთ, ასევე დარტყმებში. წააქციეთ კიდევაც. ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა ამ დივიზიონის ისტორიაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვდგავარ ჩემპიონის ქამრით. ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. თქვენ ერთხელ უკვე იყავით ჩემპიონი და კვლავ ხართ. საოცარი ცვლილება იმ პირველი ბრძოლისგან, რომელიც მერაბთან ჰქონდათ. თქვენ აჯობეთ მას დარტყმებით ამ ბრძოლაში. არ მიეცით ტეიქდაუნის გაკეთების საშუალება, ეს იყო უბრალოდ შესანიშნავი შესრულება. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი ხანი ვიშრომი ამისთვის. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ დღისთვის, ეს არის ცხოვრება. დიდი პატივისცემა ამ გუნდს, ალჯოსთან და მერაბთან ორ-ორჯერ ვიჩხუბე. ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ახლა კი მოусმინო დანა ვაიტს რას ამბობს მერაბ დვალიშვილზე და ასე პიოტრ იანს, როდესაც მას პრეს კონფერენციაზე ჰკითხეს რემატჩის შესახებ მერაბთან. ეს წარმოუდგენელია, მახსოვს ნიუ-ჯერსიში ვიყავით ბრძოლების საყურებლად. მერაბი იყო იმ ღონისძიების მთავარი მოვლენა. საბოლოოდ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. მეცნამ იმ საღამოს მითხრა, ეს ბიჭი მსოფლიო ჩემპიონი იქნება, ის განსაკუთრებული მებრძოლია და მეცე აბსოლუტურად მართალი იყო. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია, ვისაც კიდევ მე შევხვედრილ ვარ. ასე ვთქვათ, მე და მერაბს თავიდანვე კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. ახლა კი მის მიმართ მხოლოდ პატივისცემა გამაჩნია და ასევე იმ ყველაფრის მიმართ, რასაც მან მიაღწია. ფიქრობ, რომ ახლა მერაბმა ჯერ ბიჭები უნდა წაიყვანოს ჯაკუზიში. დაისვენოთ და შემდეგ ვნახოთ. მითხარი თუ მაინც მოგიწევდა არჩევა შემდეგ ბრძოლად,
ვის აირჩევდი მერაბთან ტრილოგიას თუ ბრძოლას უმარ ნურმაგომედოვთან და ვის თვლი უფრო სახიფათო და ძლიერ მოწინააღმდეგეთ. თქვენ ნახეთ მერაბის ბრძოლა უმართან? ნახეთ როგორ ჩატარდა ის და ვინ იყო უფრო ძლიერი? მათ შეუძლიათ რემატჩი გამართონ და შემდეგ ვნახოთ რა იქნება. UFC 323 შემდეგ განახლდა pound for pound-ის რეიტინგი, სადაც მერაბ დვალიშვილი არის უკვე მე-9 ადგილზე. მის წინ არის ყველა ჩემპიონი, თავისი დივიზიონის ჩემპიონი არის და ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკური არის ეს მე-9 ადგილი, მაგრამ რა ვიცი, თქვენთვის მომენტია მაინც ამ რეიტინგის შეფასება რამდენად სამართლიანია. ხოლო რაც შეეხება რემატჩს, მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, მოდი ვნახოთ ჯერ ეს ვიდეო და შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე. UFC-მ დამიკავშირდა და მითხრა რომ გთხოვ დაისვენე რამდენი ხანით შენ გინდა, შემდეგ ბრძოლობ კამარზე იანთან რევანში, დაისვენე რამდენი დროც გინდა აიღე და როცა მზად იქნები დაგვირეკე. და სავარაუდოდ მათ უნდათ ბრძოლა გამართონ ზაფხულში. მაგრამ მე არ მინდა ზაფხულამდე მოცდა. მე აი კიდე გემები გარდა ნაკაწრებისა ამ ბრძოლიდან მნიშვნელოვანი ტრავმა არ მიმიღია რა და მოკლედ მე ადრე მაწყო ბრძოლის დანიშნა და ალბათ რა ვიცი გაზაფხულზე ანა აპრილში რა მოკლედ კარგი იქნება თუ დამეშტო არა და შეიძლება ბრძოლა დანიშნოს ზაფხულში. ალბათ ეჭვიც არავის ეპარებოდა რომ UFC მისცემდა მერაბს კამარზე რემატჩს იანთან, თან ამას თავაზობენ ზაფხულში, როდესაც არის თეთრი სახლის ივენთი. მოდი ახლა ვნახოთ ტრამპის განცხადება თეთრი სახლის ივენთთან დაკავშირებით და შემდეგ დაუბრუნდეთ ამ თემას. UFC თეთრ სახლში მომავალი წლის 14 ივნისს გაიმართება. თეთრი სახლის ეზოში დაიდგმება არენა და იქნება 8 საჩემპიონო ბრძოლა. ყველაზე დიდი ბრძოლები რაც კიდევ მე ყოფილა. ყველა საჩემპიონო ბრძოლა და ყველა ლეგენდარული რაღაც ბრძოლები ამჟამად არ გაიმართება და ისინი ამერიკის 250 წლის იუბილეზე შედგეს. არენას ექნება 5 ან 6000 ადგილიანი დასაჯდომი ადგილი. თეთრი სახლის წინაკართან ახლოს. და ასევე 100,000 ფეხზე დასადგომი ადგილი უკანა მხარეს. ამასთანავე 8 ან 10 VIP სექცია. ამაღელვებელი შოუ გველოდება. უკვე ბევრი ადამიანი ითხოვს UFC-ს ბილეთებს. როგორც ხედავთ, თეთრი სახლის ივენთი არის ზაფხულში 14 ივნისს. შესაბამისად, მერაბ დვალიშვილსაც შესთავაზეს ზაფხულში დაბრუნება რემატჩი პიოტრიანის წინააღმდეგ კამარზე და დიდი შანსია იმის, რომ ეს ყველაფერი შედგეს თეთრ სახლში. იმის გათვალისწინებით, რომ მილია თოფურიას 99% იჭუებს თეთრ სახლში, რა თქმა უნდა, ეს იქნება დიდებული ორი ქართველის საჩემპიონო ბრძოლა თეთრი სახლის ივენთზე. მაგრამ რა თქმა უნდა, მერაბ დვალიშვილს არ უნდა ზაფხულამდე მოცდა. მერაბ დვალიშვილია, რომ საფრთხეში ერთხელ არ იჭუბოს, ასმან დაამტკიცა, რომ ნამდვილად შეუძლია. მაგრამ მოდი ბარემ ვიტყვით შენ აზრს ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, მის ბრძოლასთან ასევე რომელიც დათმო და მის მომავალ ბრძოლასთან, რომელიც ელის პიოტრიანის წინააღმდეგ. ჩემი აზრით უნდა მოიცადოს მერაბმა ზაფხულამდე აღიდგინოს ძალები, დაისვენოს კარგად, მოემზადოს უფრო კარგად და შესაბამისად ეჭვიც არავის გვეპარება ალბათ, რომ თეთრ სახლში პიოტრიანს გაანადგურებს, უბრალოდ გაანადგურებს მერაბ დვალიშვილი პიოტრიანს. რადგან ვთვლი, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, იმ მარცხისა, რაც განიცადა პიოტრიანის წინააღმდეგ, ეს იყო გადაღლილობა. რა თქმა უნდა, თუ ნახავთ იმ კადრებს, როდესაც მერაბ დვალიშვილი მივიდა უკვე UFC-ში საჩუქრად, სახეზე ალბათ ადვილად შეამჩნევთ, რომ რამდენად გამოფიტულია, რამდენად გადაღლილია, რადგან წონის კლება თითქმის მთელი 1 წელი იყო კემპში. ამ დროს ზოგადად მებრძოლები 6 თვეს ანდობენ ხოლმე ერთი კემპის გავლას, ერთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ასე ვთქვათ მომზადებას. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მერაბ დვალიშვილის ბოლო ბრძოლა ჰქონდა 5 ოქტომბერს, ხოლო პიოტრიანს 26 ივლისს. ხვდებით ხო დამხენად განსხვავება ამ დროებში და ვის რამდენი დრო ჰქონდა მოსამზადებლა. რა თქმა უნდა, მან თავისი გავლენა მოახდინა ამ ბრძოლაზე. ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის არასწორი სტრატეგია პიოტრიანის წინააღმდეგ სტრაიკინგში ჩხუბი, ალბათ იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. ასევე თვითონ მერაბ დვალიშვილმაც აღნიშნა ბრძოლის შემდეგ, რომ არ სურდა მოსაწყენი ყოფილიყო ეს ბრძოლა, ამიტომ მასთან სცადა სტრაიკინგი უფრო მეტად ვიდრე ჭიდაობა. ნუ რა თქმა უნდა ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვფიქრობ მე ეს იყო მცდარი, რადგან პიოტრიანის წინააღმდეგ დგომში ჩხუბი არ შეიძლება, როდესაც შეგიძლია უბრალოდ ტეიქდაუნებისგან დაღალო მოწინააღმდეგე და შემდეგ დააფინიშო ან დაამარცხო გადაწყვეტილებებით. მაგრამ რა თქმა უნდა იცის აღსანიშნავია, რომ პიოტრიანი კარგად იცავდა თავს ტეიქდაუნებისგან და ესეც იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი. რა თქმა უნდა პიოტრიანის კარგად იყო მომზადებული ამ ბრძოლისთვის. ბევრი არაფრის თქმა შემიძლია მეტი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. ასევე ვფიქრობ, რომ მწვრთნელის შეცდომების ბევრი იყო ამ ბრძოლაში, რაც გამოჩნდა ბრძოლის მიმდინარეობისას.
ბევრს ვერაფერს ვეღარ დავამატებ ამ ყველაფერს, ეს იყო ჩემი აზრი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილმა უნდა მოიცადოს ეს 6 თვე, კარგად მოემზადოს და შემდეგ იჩხუბოს პიოტრიანის წინააღმდეგ თეთრ სახლში ქამარზე. მოდი თქვენს დაგვიტოვეთ კომენტარი, რას ფიქრობთ მერაბის ბოლო ბრძოლაზე და ასევე რა უნდა გააკეთოს მერაბმა, უნდა დაელოდოს თუ არა ზაფხულამდე ბრძოლას თუ გირჩევნიათ რომ მანამდე იბრძოლოს და შემდეგ რა თქმა უნდა ზაფხულშიც პიოტრიანის წინააღმდეგ. ვიდეოს ბოლოს კი დაგიტოვებთ ქართველი და უცხოელი მებრძოლების გამოხმაურებას ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. დროებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მერაბ, გამარჯობა. მოგებაზე წაგებას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ეს ჩვენში არაფერს არ ცვლის. ჩვენ ერთი ძლიერი ქართული გუნდი ვართ. მე მეჯერა რომ შენ ქამარს ძალიან მალე საქართველოში დააბრუნებ. ძალა ერთობაშია, არ გაჩერდე ჩემპიონი.